მოვიწვევთ სტუმარს ქუთაისიდან ქალბატონი მარინა მარჯანიშვილი, რომელიც თავად გვაჩვენებს, რა შეუძლია და რას აკეთებს. მობრძანით ქალბატონო მარინა. სანამ ჩვენ მაყურებელს ვუჩვენებთ, რას გააკეთებთ, მანამდე მაინტერესებს ესეთი რამ. რა ქვია თქვენს ნიჭს? სამწუხაროდ არ მაქვს პასუხი, რა ქვია ამ ნიჭს. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი რაც შეიძლება ტრიალებდეს ჩვენს ირგვლივ, მე ხელზე მეწებება. ანუ ეს რა ნიჭია? ამბობენ, რომ ეს არის დავუშვათ მაგნიტური ველი. ალბათ არის კიდეც, ოღონდ არის რაღაცები, რომლებიც მაგნიტური ველის არეალში არ მოიაზრება, ანუ მაგალითად მინა, პლასტმასი, წყალი. მე ხაზი მინდა გაუსვა რას, რომ თქვენი მეუღლე არის ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი, თქვენ ბრძანდებით ორგანიზატორი, მენეჯერი ორგანიზაციებს აწყობთ და თქვენ ეს არაფერში ღონისძიებების მენეჯერი და თქვენ ეს არაფერში არ გჭირდებათ, არაფერში არ იყენებთ. არა. არც კომერციულად, არც ბიოდენებით მკურნალობთ, უბრალოდ შეიძლება ერთობით? არა, იცით რა არის გია? მე არ ვიცი ეს როგორ უნდა ვმართო. შეიძლება არის რაღაც უნიკალური, რომელიც მე არ ვიცი. თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი, ვინც ახსნის ამას, თქვენ არ მისურხათ პარაფსიქოლოგთან? არა, არაფერში არ მაწუხებს ესა და მეგონა სიმართლე გითხრათ, რომ ყველას შეუძლია. რამდენი წლის იყავით რო აღმოაჩინეთ? ტელევიზიით ერთ-ერთ გადაცემაში ვუსმენ, რომ ვიღაც ადამიანები მოსულები იყვნენ, რაღაცებს იწეპებენ ხელზე, რაღაცა საიგულთან დიახ და ვუყურებ აი ამ გადაცემას და აღმოჩნდა რომ ადამიანები რაღაცებს იწეპებენ და ჩემს მეუღლეს ვეუბნები რომ შეიძლება ეხლა მეთქი თორნიკე რომ აიღოს ვინმე ეს აიღეთ აბა აი ესე შეიძლება დავუშვათ ხო არის ესა მინა ხო რომ მოგეწეპოს ესეთი და მე თვითონ აღმოჩნდი გაოგნებული რომ თურმე ამის აღება შეიძლება. ჩვენი იქ მივალთ მაგიდას და საინტერესო ექსპერიმენტები ვნახოთ. ძალიან მაინტერესებს, ძალიან საინტერესო იყო ბეჭდის ისტორია რომ მომიყევით. როგორ დაკარგეთ თვალი? მინდა გითხრათ კი რომ რაღაც ფობია მქონდა. და იმის მერე რაც ეს ბეჭედი გავიკეთე, რა ვიცი, რაღაც თქვენთან ისეთ ამბებს ყვებიან ხოლმე და მითო თორე ახლა დავფიქრდი და მითო ყვები ამას პირველად ვაჟღერებ. აი ამ ბეჭედის გაკეთების შემდეგ ეს ფობია მე აღარა მაქვს. თუმცა ერთხელ დამეკარგა ამის თვალი. და იმდენად გული დამწყდა, რომ ესე მოხდა, რომ ისე სადარბაზოში შევდიოდი სიბნელე და ვერ და ხელით მოვწებნე. ერთადერთხელ ეს გამოიყენეთ და დაგიწეპათ ხელზე. ხო, არა, მოვიძიეთ და ის იყო რომ და დაგეკროთ. მივიდეთ მაგიდასთან, ძალიან საინტერესოა. გადავიდეთ. ძალიან ბევრი ნივთია თქვენთან ამ წუთას უამრავი ნივთი დევს. მოდი დავიწყოთ. მაგალითად ეხლა თქვენც არ გაოცდებით ალბათ. აი ესეთი რაღაცეები. აი ესე. ნახეთ აბა, ჩამოწიეთ აბა. რა მაგრად არის? ძალიან მაგრად არის. ეს არის საკმაოდ ძველი და მეგონა რომ არ მომეკრებოდა. და უცბად მივიდევი და ხედავ, რომ ჩერდება ჩვეულებრივ. მე შემიძლია აი ესე ავიღო რაღაც ნებისმიერი. აი ეს. მოდი მეც უნდა გავაკეთო. შეიძლება გავაკეთო. კი, აბა, რა თქმა უნდა. არა. ყველაზე უცნაური ჩემთვისაც აი მობილი რო შემოვიდა, თავისთავად ცხადია გამიჩნდა ისა რომ აი ეკრანი ჩვეულებრივად მეწეპება, შეგიძლიათ ცოტა ნელა ჩამოწიოთ და ნახოთ როგორი აბა ესე გადმოვატრიალეთ, აბა თუ გაჩვენეთ. ვერ გადმოვატრიალებ, იმიტომ რომ ძიმია ესა. აჰა, ძალიან ძიმეა. ძიმია. ანუ ამითი თქვენ იგრძნობთ როგორ არის მოკრული, ნახეთ აბა. ჩამოწიე. უიმე ეს რომ ამოგვეტრიალებინა არ გადმოვა. მოდი აბა სხვებსაც ვანახოთ, აბა ნახეთ, ჩამოწიე ნელა. ხო, გრძნობთ ხო, მიტებული? ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო, როდესაც მინა მომეკრა ხელზე და მე გადავაადგილე ისე რომ ალბათ აი ნახეთ
ესეც აბსოლუტურად ძალიან ლამაზად გამოიყურებ და ძალიან დადებითი ველი გაქვთ. იმიტომ რომ მე თქვენთან დიალოგი სიამოვნებაა. ძალიან მიხარია. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით, ამხელა გზა გამოიარეთ, მოკითხვა ქუთაისს. დიდი მადლობა, გეპატიჟებით ქუთაისში, ყოველთვის გაგიხარდება თქვენი სტუმრობა.